სკოლასთან ახლოს გახსნილი საცხობი ბავშვებისა და მოზარდების დიდი ნაწილისთვის ის ადგილია, სადაც სკოლაში ყოფნის დროს ყველაზე ხშირად იკვებებიან. საჯარო სკოლებში გახსნილი ბუფეტებით ბევრი არ სარგებლობს. გამონაკლისების ცხადია არსებობს, თუმცა სასკოლო ბუფეტებში ბავშვთა დაბალანსებული კვებისთვის აუცილებელ საკვებს, მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ შევხვდებით. ამასთან, როგორც მშობლების ნაწილი ამბობს, შესვენებების დრო იმდენად მცირეა, რომ ბავშვების ნაწილი ჭამას საერთოდ ვერ ასწრებს. უფროსი მეხუთე კლასშია, პატარა მესამეში. ძალიან კარგი სასადილო არის ბუფეტი, მაგრამ ძირითადად სახლიდან მოგვაქვს კონტეინერებით, იმიტომ რომ დრო არ აქვს შესვენებაზე, რომ ჩავიდნენ და ბუფეტის რიგში დადგნენ და ამიტომ ვარჩიეთ, რომ პედაგოგებიც გაგვაფრთხილა, რადგან პატარები არიან, რომ დიდ რიგში არ დადგნენ და არ დააგვიანონ გაკვეთილზე დაბრუნება. სახლიდან ვატან მშობლები კონტეინერებით საკვებს. 5 წუთიანი შესვენებებია და დიდი შესვენება 10 წუთიანი, მაგრამ ისეთი ამბავია ბუფეტში, რომ გვირჩევნია იმ რიგში დგომას ადგილზე იკვებონ. ხანდახან ვატან ხოლმე კონტეინერში დილით გაუმზადებს საუზმეს და ვატან, მაგრამ ძირითადად ადგილზე იკვებება, ანუ სკოლის ბუფეტით. მოსწრებით ასწრებენ, თავარია რომ თანხა კონდეთ ბავშვებს და ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ფული გამოვატანოს ბავშვს სკოლაში და საკვებისთვის გამოიყენოს ბავშვმა და თანადაფინანსება ძალიან კარგი იქნებოდა. ბატანთ კი, მაგრამ ადგილზეც ხანდახან ეხალისება და იმაზეც არ ვამბობ თუ არს. რა თქმა უნდა, ერთიანი კვება რომ იყოს, ძალიან კარგი იქნება. თან ყველა კლასისთვის. ცოტა ეჭვმეპარება გამოვიდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგი იქნება. როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვების ნაწილი სახლიდან საკვების წაღებაზე საერთოდ უარს ამბობს. ნაწილი კი კონტეინერით წაღებულ საკვებსაც ხელუხლებლად აბრუნებს უკან. ჩვენ ეს ახალი სასწავლო წელიც დავიწყეთ ძველი პრობლემებით, არაფერი სამწუხაროდ შეცვლილი და გაუმჯობესებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სასწავლო წელს, სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებმა 10,000 ხელმოწერა შევაგროვეთ, განათლების სამინისტროში შევიტანეთ და ეს ასე ვთქვათ, გვეგონა რომ რაღაცნაირად შეთანხმებულები ვიყავით იმაზე, რომ სასკოლო კვების პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად რაიმე ფორმით უნდა დაწყებულიყო. მოსწავლეთა მშობლების მიერ შექმნილი ორგანიზაცია მშობლები განათლებისთვის, ბავშვებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესება შარშან ხელმოწერების შეგროვებითა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ცდილობდა. თუმცა სასკოლო კვების სახელმწიფო პროგრამის დანერგვას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. როდესაც ჩვენ საუბრობთ სასკოლო კვებაზე, ალბათ ყველაზე პირველ რიგში ის ბავშვები გვახსენდებიან, ვინც სახლიდანაც მშიერი მოდის და რო ბრუნდება, იქაც არაფერი ხდება. აქ საუბარი არ არის მაგალითად ცარიელი პურის ჭამაზე, ხო? რითიც შეიძლება რომ ბავშვმა შიმშილი დაიწყროს. სასკოლო კვებას, როდესაც ჩვენ გულისხმობთ, ეს არის დაბალანსებული საკვები ყველა ბავშვისთვის და პირველ რიგში იმ ბავშვებისთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება, ვისაც უბრალოდ არ აქვს საკვები არც სახლში. ყველაზე პირველი, რასაც მოიტანს სასკოლო კვების პროგრამა არის ის, რომ ის ბავშვები, ვისაც საერთოდ არ აქვს საჭმელი, არც სახლში, არც საუძმე აქვს, არც ხელისადილი ხვდება და არც ვახშამი და იძულებულია, რომ მაგალითად ყველაზე იაფი პროდუქტი რაც არის, პური ამით დანაყრდეს, ნებისმიერი ნუტრიციოლოგი გეტყვით, რომ მაგალითად პურით გამოყვება არის იგივე შიმშილი. იმიტომ რომ ბავშვი ვერ იღებს ვერაფერს სასარგებლოს. როდესაც ბავშვი დაპურებული და დანაყრებულია, ის უკეთეს ხარისხის განათლებას იღებს და უკეთესი ხარისხის განათლება პირდაპირ სიღარიბის აღმოფხვრასთან და ეკონომიკურ წინსვლასთან არის კავშირში. როგორ გავლენას ახდენს სწავლის პროცესზე შიმშილი? ამის შესახებ დაწყებითი კლასების მასწავლებელს ინა მეცხვარიშვილს ვესაუბრეთ. შიმშილი პირდაპირ მოქმედებს მოსწავლის სწავლის ხარისხზე და ეს არამხოლოდ მის აკადემიურ შედეგებზე აისახება, არამედ მის ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზეც. საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობა არის სკოლების ისეთი, სადაც სასადილო არსებობს. დაახლოებით 25% თუ არ ვცდები. და სადაც ამ სასადილოებში კვება არის ფასიანი, რაც რა თქმა უნდა ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. არიან მოსწავლეები, რომლებსაც ეს ფინანსური პრობლემა არ აქვთ, მათ ოჯახებიდან თანხა მოაქვთ საკვების შესაძლებლად, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ სკოლაში არ არის სასადილო და არც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის საკვები ობიექტი. შესაბამისად, ესეთი მოსწავლეები კვების გარეშე რჩებიან მთელი დღის განმავლობაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად
თანახმად, სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების 1/4-ზე ოდნავ მეტი, 27%, ხოლო არასდროს არ იკვებება ბავშვების 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში არჭამის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია და 45% შეადგენს. მშობლები შემომჩივია, რომ აი ჩვენ გამოვატანეთ საკვები, ან გამოვატანეთ ფული, მაგრამ უკან მოიტანა და რატომ მეკითხებიან, ინტერესდებიან მშობლები და ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ზრუნავენ საკუთარ კლასელებზე. შევსწრები ვარ ამ მომენტს, რომ სთავაზობს კლასელი კლასელს, რომელსაც საკვები არ მოუტანია, მაგრამ აი უარსეობნეო, მაგრამ მე ხო ვიცი, რომ მას ნამდვილად შეა. მეოთხე კლასელები არგუმენტირებულად ასაბუთებენ, რატო არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი უფასო სასკოლო კვება, რომ ამოქმედდეს ყველა სკოლაში და ის ამბობენ, რომ აი ძალიან რთულია, როცა მუცელი გიბუყბუყებს, რომ ისწავლო. სკოლაში უფასო და ჯანსაღი კვება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად ოჯახის მატერიალური მდგომარეობისა და სკოლის ტიპისა. ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის ერთიანი სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის ამოქმედება კი არ იქნება სოციალური მხარდაჭერა. ეს იქნება ინვესტიცია მომავალ თაობაში. ბევრი მასწავლებელი გვიყვება იმას, რომ ისინი საკუთარი ფულით იძულებულნი არიან, რომ სასუსნავები უყიდონ პატარებს, რომ ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ისინი, ვინც სახლიდან საუზმის გარეშეა მოსული და ასეთი ძალიან ბევრია, გული არ წაუვიდეს. ბევრი კომენტარი ხდება ხოლმე, რომ აი მშობლები რას მიკეთებენ. მშობლებზე დგას ეს ქვეყანა. საერთოდ მშობლები რო არ ვუკეთებდეთ ამ ბავშვებს, სახელმწიფო არაფერს არ უკეთებს მათ. მშობლებს დაყავს ცალკე რეპეტიტორებთან ვასწავლით, კი, მშობლები ვაჭმევთ, მშობლები ვაცმევთ, ყველაფერს მშობლები ვუკეთებთ. მაგრამ არის საკითხები, რასაც შენ შეიძლება რომ შენ შვილს მოუგვარო და გააკეთო, მაგრამ ამას სხვა ვერ აკეთებს. და შემდეგ შენი შვილიც გეუბნება, რომ არ გამატანო რა საჭმელი, იმიტომ რომ ნახევარი კლასი მშიერია. ჩვენ ვხედავთ წლიდან წლამდე, რომ ჩვენი ბავშვები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან განვითარებულ ქვეყანებში მცხოვრებ თანატოლებს განათლების ხარისხით. და მე როცა ეს კვლევები იდება, გვაქვს ხოლმე ერთი ვაივიში, თითქოს მხოლოდ მასწავლებლის ბრალია, თითქოს აი ბავშვები ყავს ცუდი და არ სწავლობენ და სინამდვილეში ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვების სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს. ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ამის მიზეზად ყველაზე ხშირად სწორედ ფინანსური პრობლემები სახელდება. საქართველოში მცხოვრები ბავშვების 37.8% კი მატერიალური და სოციალური დანაკლისის პირობებში ცხოვრობს.